ჩართვისთვის. ქაბატონო ეკა, დიდი ქაოსია ქვეყანაში, მაგრამ ქაოსია ქართულ ოცნებაშიც, როგორც ვხედავთ. რისი მაჩვენებელია დიმიტრი ხუნდაძის განცხადება, რომ ისინი არიან ნაწყენები კობახიძის გუნდთან, ეგრეთ წოდებული 2012-იანელები ახალი თაობის ახალ ოცნებასთან ვერ ლაგდებიან თუ ცდილობენ შექმნან ეგრეთ წოდებული ვითომ ოპოზიციის ილუზია, რომ შემდეგ მერე ერთად დასხდნენ დებატებზე და როგორც კობახიძემ განაცხადა, შესაძლოა მასთან ერთად ქართულმა ოცნებამ ხალხის ძალასთან ერთად იმსჯელოს, მაგალითად, რამდენად აუცილებელია ქვეყანაში ევროინტეგრაცია, საჭიროა თუ არა ნეიტრალიტეტის შემოღება. მოკლედ, რა ხდება თქვენ უკეთ გეცოდინებათ, ნელ-ნელა მივყვეთ სხვადასხვა საკითხებს, სალაპარაკო ბევრია. პირველ რიგში მოგესალმებით, თეა, უბრალოდ არ შემეძლო დღეს მოსვლა თქვენთან, თუმცა ვისურვებდი, რომ გვესაუბრა იქვე სტუდიაში, მაგრამ ალბათ შემდეგ ჯერზე მივესალმები მაყურებელს. რაც შეეხება ამ წუხილს, რომელიც გამოთქვა ხუნდაძემ. სამწუხარო ის არის, რომ მათ პერსონალური საკითხები აწუხებთ და არაღირებულებითი სხვაობა და ღირებულებითი კონფლიქტი იმ გუნდთან, რომელმაც დაკარგა მთავარი იდეა, რისთვისაც ეს პარტია თავის დროზე 2012 წელს შევქმნით და მათ შორის ჩემი ალბათ ყველაზე დიდი შრომა იდო ამაში და იდეა იყო ის, რომ სამართლებრივი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო პრიორიტეტი და სამართლიანი გარემო და დღეს ეს კი არ აწუხებს ან ხუნდაძეს ან სხვებს, ვინც იქ არიან. ვერ მიიღეს ის უპირატესი ხო სარგებელი, რის გამოც ეხა წუხს და აქვს განცდა, რომ უკანა პლანზეა და წინა ხაზზე დგანან შემდგომ მოსული, აი უკვე ხელისუფლებაში მყოფი ოცნების გუნდში მოსული, მათ შორის აი გადმოპორტირებული ადამიანები წინა ხელისუფლებიდან. მაგრამ ხუნდაძეს და არც ხვეებს, ვინც დღეს არის უმრავლესობაში ამ პარტიის, არ აწუხებთ ის, რომ ის მოსამართლეები ყავთ, ვინც წარსულში ადამიანის უფლებას ფეხქვეშ თელავდა და ვის გამოც იყო ამდენი პრობლემა და ვის გამოც დღეს ყველაზე დიდი პრობლემა ქვეყანაში, ის კი არ აწუხებთ. არც მაშინ არ შეუწუხებია, როდესაც ჩემი და ქართული ოცნების გზები გაიყო 2018 წელს სწორედ სასამართლოს თემაზე და ეს იყო ფუნდამენტური თემა. ეს იყო ყველაზე მძიმე საკითხი, ყველაზე მნიშვნელოვანი თემა. არც ეს არ აწუხებდა. აი ესე თავჩაგინდრულები ისხდნენ და ღილაკს ხელს აჭერდნენ და ირჩევდნენ იმ ჯალათ მოსამართლეებს, რომელთა ხელით ამდენი უსამართლო ადამიანი დღეს ციხეში ის. ეს კი არ აწუხებს. ეს არის თია დღეს მათი შიდა კონფლიქტი არის მხოლოდ და მხოლოდ ვინ იღებს ეს კონფლიქტია თუ ილუზიის შექმნა, რომ ხუნდაძე ნამდვილად ოპოზიციაშია ან სოზარსუბად. იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ ეგრეთ წოდებულ დებატებისთვის შედგა სამთავრობო არხებზე და იქ ვნახეთ მაგალითად სოზარ-სუბარი, რომელიც ყველაფერში ეთანხმებოდა იმ ადამიანს, ვისაც უნდა ედებატოს, მაგალითად ჩალაპაყუაშვილს. ახლა კობახიძე ამბობს, რომ დაჯდება დებატებზე. თქვენ მოსამართლეები ახსენეთ და ბუნებრივია ეს საკითხი მონიშნული მაქვს. მოვსმინეთ ალბათ კიდევ ერთხელ ბესარიონ ალავიძეს, დავით ჯუღელმაც ისაუბრა დღეს კიდევ ერთხელ. თქვენთვის ეს საკითხები არის, რა ვიცი, როგორც თევზი წყალში ისე ხართ ამ საკითხებში. კახა წიქარიშვილიც ცოტა ხნის წინ ამ სტუდიაში ლაპარაკობდა ანაწერეთელთან, გუშინ ინგა გრიგოლიასთან. ბესარიონ ალავიძემ თქვა, რომ მას აქვს ჩანაწერები, როგორ ზეწოლას ახდენდა პროკურატურა მოსამართლეებზე და თუ წავა ამ საკითხების განხილვა და გამოძიება, ყველა დაასახელებს შემკვეთს და საბოლოო ჯამში ყველაფერი მივა იმ ერთ ადამიანამდე. მოკლედ, აი ამ საკითხებზე გავაგრძელოთ ახლა საუბარი, სათავეში ვინ არის და გარეულია მკვლელობაში დადანაშაულებული უკვე ქართული ოცნების მიერვე ფარცხალაძე და მოკლედ ძალიან დიდი შავი ხვრელი არის ამ საკითხში, რაც მახსოვს, რომ თქვენ დაიწყეთ სწორედ ამის გამოაშკარავება. კი, ზუსტად ეს იყო მთავარი თემა, რის გამოც ეს დიდი კონფლიქტი 2018 წელს დაიწყო და საკონსტიტუციო უმრავლესობა მაშინ დაიშალა, როდესაც მე დავტოვე თანამდებობას და წამოვედი ოცნების გუნდიდან და რამდენიმე დეპუტატის წამოსვლამ უკვე ვეღარ შეუნარჩუნა მაშინ ივანიშვილს ის საკონსტიტუციო უმრავლესობა. მოკლედ არის რაღაცები, რაც კიდევ არ ვიცით, ხომ?
და მოისმინეთ ალბათ ქართული ოცნების რეაქცია. ყველაფრისთვის მზად არიან. ისინი ამბობენ, რომ deepfake-ები შეიძლება მომზადდეს, ნებისმიერი ჩანაწერი შეიძლება გაკეთდესო, იმიტომ რომ ბესარიონ ალავიძემ თქვა, რომ ჩანაწერი კი არა. ჩანაწერები აქვს ვიდეო და აუდიო მტკიცებულებების სახით. თეა მე ამაში ეჭვი არ მეპარება და საერთოდ წარმოუდგენელია რომ გამოძიება არ იწყებოდეს, როდესაც ყოფილი მოსამართლე საუბრობს ამ თემაზე. უბრალოდ სასურველი იყო რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ესაუბრათ ამაზე. აი როცა თქვენ გადადექით, მაშინ იცოდით ბესარიონ ალავიძის პრობლემების შესახებ ქალბატონო? არა, მე არ ვიცოდი, მაგრამ მე ვიცოდი უფრო დიდი პრობლემის შესახებ, რომელსაც მე შევეხე და ამაზე ვსაუბრობდი, როდესაც ვიყავი უმრავლესობის შიგნით და ვიდრე დავტოვებდი ქართულ ოცნებას, მე იქამდე თუ გახსოვთ თქვენ, ეს არის 2018-ის დეკემბერი და შემდეგ 19-ის იანვარი და თებერვალი ჯერ კიდევ უმრავლესობაში ვიყავი, როდესაც ორთვიანი დაუმთავრებელი ომი იყო სასამართლოს თემაზე და მე ღიად ვამხელდი იმ კლანსაც და მათ შორის იმ გარიგებასაც, რომელიც მაშინ შედგა. მე იქ ვსაუბრობდი ამ თემებზე ხმამაღლა და იმიტომაც მოხდა შემდეგ ის რაც მოხდა. ამიტომაც მე არ ვაკრიტიკებ არავის, თუნდაც შემდეგ ილაპარაკოთ, მაგრამ უფრო ძლიერი ძალა აქვს, როდესაც დღეს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა საუბრობს. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ყოფილი მოსამართლე ბატონი ჯუღელი საუბრობს, მაგრამ როდესაც მოქმედი მოსამართლე არა მხოლოდ საუბრობს, არამედ გადაწყვეტილებაში აჩვენებს ამ სიმტკიცეს, ეს არის ძალიან ძლიერი და ძალიან ღირებული მსახურება სამართლის. სხვა კი არაფერი არ არის ძლიერ მაგალითად და მე როდესაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გადავდექი ამ სიის გამო, როდესაც მოსამართლეების არჩევა უნდა და თუ ვადოთ უზენაეში და ესია მაშინ გავაჩერე, მე ხო იმ კრიმინალურ ფაქტებზე ვსაუბრობდი, რომელსაც გამოძიება არ დაწყებულა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეებს აუცილებლად დაუბრუნდება ქართული მართლმსაჯულების სისტემაც, მათ შორის ალბათ ევროპული სასამართლოც, იმიტომ რომ ეს არ არის ლოკალური თემა. მე არ ვიცი როდის, მაგრამ ფაქტია, რომ მოსამართლეები არიან ახლა ივანიშვილის ტყვეობაში, ქალბატონო ეკა. და ბესარიონ ალავიძემ კარგად ისაუბრა გუშინ, რომ ისინი მხოლოდ სამსახურების დაკარგვის ზეწოლის ქვეშ კი არ არიან. ისინი სხვა ტერორის ქვეშაც შეიძლება იყვნენ. აი ამ მოსამართლეებს რა შეგიძლიათ უთხრათ და თქვენთვის თუ არის ბევრი საქმე ცნობილი, როგორ ახორციელებს ზეწოლას კლანი მოსამართლეებზე, კლანზე პროკურატურა, ივანიშვილი პროკურატურაზე და ასე შემდეგ. რა ჯაჭვია თუ შეგიძლიათ რო აგვიხსნათ? რა თქმა უნდა შემიძლია და რა თქმა უნდა ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტზე ვსაუბრობდი და კიდევ ერთხელ ვამბობ ეს რომ გამოძიების გარეშე დარჩა ეს არის კატასტროფა, იმიტომ რომ ქვეყანაში არ მუშაობს სამართლებრივი სისტემა. მე როდესაც ვამბობდი რომ კობახიძე იყო მთავარი დასაყრდენი ამ კლანის და შემდეგ ვასახელებდი სხვებს, ხო, ეს იყო ზარდიაშვილი, მათიკაშვილი, ოხანაშვილი, ეს ხალხი იყო კლანის დასაყრდენი ამ სასამართლოს ნების ამხსურებელი პარლამენტში. მე ვისაც ვხედავდი პარლამენტში. მაგრამ ეს ხალხი ვინც თქვენ დაასახელეთ, ახლა ივანიშვილის დასაყრდენია ქალბატონო ეკა. ნუ ზარდიაშვილი გასაგებია თქვენი და დიდი დამსახურებით ჩამოაშორეს, მაგრამ კობახიძის საზოგადოება, ეხ სპიკერები არიან ეს ადამიანები. ოხანაშვილი საერთოდ უშიშროების მინისტრი იყო, ძალიან უცნაურია, როგორ ამიტომაც გაინაწილეს ეს თანამდებობები იმ ადამიანებმა, ვინც ემსახურებოდა კლანს, მაგრამ ეს ივანიშვილის გარეშე არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სათავეში ივანიშვილი ედგა. როგორ აღმოჩნდა, რომ თქვენ არ დაგიჯერათ, ხუნდაძე აგერ განაწყენებულია და კობახიძე, ოხანაშვილი, მათიკაშვილი, მდინარაძე არიან ახლა ივანიშვილის თავარი დასაყრდენები? თუ მომცემ ცოტა დროს ავსებ. ხო, უბრალოდ ფრაგმენტულად ვერ შევძლებ, ეს ისეთი დიდი თემაა, რაღაცა თუ არ დაალაგდა ეს თავი და ბოლო, ასე ფრაგმენტებით ვერ ეწყობა ესეთი მნიშვნელოვანი დეტალები. ხუნდაძეს ხო არამე აწუხებს, ხუნდაძეს აწუხებს პერსონალური ადგილი და არ მეპარება ეჭვი, რომ რეალურად უკმაყოფილო ამ საკითხში რომ არ თამაშობს, ეჭვიც არ მეპარება, შეიძლება სხვა რაღაცეებში როლებს ინაწილებენ, მაგრამ აქ რო განაწყენება არის გუნდის შიგნით, იმიტომ რომ ვერ ინაწილებენ ძალაუფლებას და მიაჩნიათ რომ მეტი ეკუთვნით, ეს ფაქტია, მაგრამ აქ ღირებულებებზე არ დაობა, ანუ რეალურ ჭეშმარიტ ღირებულებებზე არ არის, აქ კრიზისი არის მატერიალურ მერკანტილურ ინტერესებს. რაც შეეხება თქვენს კითხვასო დაუბრუნდეთ,
ჯაჭვი როგორ დაალაგდა და რატომ დაუჯერა კობახიძეს თუ სხვებს. აქაც ღირებულებითი არჩევანი იყო, როდესაც მეც და ის ადამიანებიც მე ვინც ჩემთან ერთად დატოვა ქართული ოცნება ვამბობდით რომ ჩვენ ამოსამართლეებს ვინც წარსულში ჩადიოდა სისასტიკეს არ მივცემთ საშუალებას, როცა პარლამენტიდან ვირჩევდით, რომ ისინი უვადოთ ავირჩიოთ და ამაზე მე ვთქვი, რომ ამას არ გავაკეთებ არაფრის ფასად, მაშინ ივანიშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რომ არჩევნების მთავარი მოგების ბერკეტი, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტის მთავარი მექანიზმი არის ამოსამართლეების ხელში. ამიტომაც აირჩია ეს კლანი, არა კობახიძე აირჩია და უხანაშვილი, არამედ ეს ხალხი ემსახურებოდა იმ კლანს და ეს სასამართლო ამ შემადგენლობით მას ჭირდებოდა, იმიტომ რომ აი რაც შემდეგ მოხდა, როდესაც გაყალბებული არჩევნების სასამართლომ თქვა, რომ აი მოსამართლე ხუჭუამ კი დაინახა, რომ გაჟონა, მაგრამ აპელაციამ ვერ დაინახა, დაბრმავდა. აი ეს აპელაცია მისი ჩინჩალაძე იგზის სწორედ, ის გვრიტიშვილი სწორედ იმ სასამართლოშია. აი ეს მოსამართლეები იყვნენ, რომლებიც აძლევდნენ უფლებას არა მარტო არჩევნების გაყალბების დღეს რო ამდენი უკანონო და სინდისის პატიმარია, მათი ხელით კეთდება ეს დღეს. უბრალოდ მე ეს უფრო ადრე დავინახე, იმიტომ რომ ჩემი 29-წლიანი პროფესიული გზა ამ პროფესიაში, ამ ბრძოლაშია სულ და ვიცოდი რაც მოხდებოდა და ამას რომ ხედავდი, ამიტომ ვთქვი რომ არ შეიძლება ამის დაშვება და ყველა დანარჩენმა, ვინც არა მარტო თვალი დახუჭა, არამედ ხელი შეუწყო ამ კლანის დაწინაურებას და გაძლიერებას, რა თქმა უნდა, ივანიშვილის დავალებით, ამიტომაც დარჩნენ ისინი იქ, სადაც არიან დღეს და ამიტომაც არ ვარ ჩვენ ერთად, იმიტომ რომ ეს არის მთავარი ფუნდამენტური განსხვავება ჩვენ შორის, იმიტომ რომ სხვა არაფერზე არ დგას სახელმწიფო, დგას თავისუფალ მართლმსაჯულებაზე. თეა და ძალიან კარგია რომ თქვენ ამ თემაზე და არა მარტო თქვენ ინგაც და მთელი თქვენი ტელევიზიას და ის ჟურნალისტები, ვინც ხართ თავისუფალი, ამაზე საუბრობთ ბევრს და ბევრი უნდა ვისაუბროთ. მე როგორც ხედავ ივანიშვილის კანონების წყალობით ეს ყველაფერი ძალიან დროებითი არის და ჩვენ არ გვიწერია დიდი დღე. რამდენად ხედავთ თქვენ საშიშროებას ამისას, ქალბატონო ეკა, მაპატიეთ ახლა სხვა საკითხზე მინდა გადავიდეთ. გრანტების კანონი, ლეგიტიმაციის აუცილებლობის მოპოვების კანონი, ამას როგორ უყურებთ? სადამდე შეიძლება მივიდეს? ძალიან თეა, მძიმედ, იმიტომ რომ წარმოუდგენელი კანონებია. ეს არის აი კარიკატურული ჩანაწერები, რომელიც ქმნის უდიდეს საფრთხეს, იმიტომ რომ აბსოლუტურად ანგრევს გამოხატვის თავისუფლებას. ადამიანებს ეუბნებიან, რომ თქვენ თუ არ ენდობით ამ დაბრალებულ ხელისუფლებას და მიგაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს არ უნდა თქვათ. თუ იტყვით ამისთვის დაგждით. ეს წარმოუდგენელი სიგიჟეა. ეს ნიშნავს, რომ აუქმებენ საერთოდ გამოხატვის თავისუფლებას. ცოტა ხნის შემდეგ დაიწყებენ ჩვენი ფიქრების რევიზიას. იქამდე მივა ეს არანორმალური ტემპი კანონების, ასეთი კანონების მიღების და ემსგავსება ქვეყანა ისეთ მოდელს, სადაც აბსოლუტურად ფორმალური ხდება ნებისმიერი კონსტიტუციური ჩანაწერი. და ვიდრე მართლაც არ გამოფხიზლდებიან აი ეს მოსამართლეები, რომელთა ხელში ეს კანონები უნდა გაცოცხლდეს და რომელთაც უნდა აამოქმედონ ეს კანონები. მათ დაუდგებათ ამ კანონები დასჯის რეალობა. ისინი დადგებიან ამ ფაქტის წინაშე, რომ ეხლა ჩვენ არც ფიქს შევწყვეტ, არც ასე მოქმედებას ჩვენ ვინც ეხლა ამ ბრძოლაში გამოვიწრთენ, რაც არ უნდა წერონ იმ კანონებში. ეხლა ძალიან კარგად ვიცი კანონის იერარქია, მასზე მდგომი კანონი როგორ განმარტავს ჩვენს უფლებებს და ვერამ ვერ შემიცვლის ამ პოზიციას, მაგრამ რამდენი ადამიანი გაუძლებს ამ წინააღმდეგობას? ყველა ხო ვერ შეძლებს და ამ ტოტალური კონტროლის პირობებში საზოგადოება იდრგუნება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პერსონალური მაგალითები, აი მოსამართლე ხუჭუას, იქ ადვოკატების ჯგუფის, იქ ჟურნალისტების ჯგუფის, ყველამ თავისი როლიდან უნდა აჩვენოს, რომ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ უფლებებს, არ მივიღებთ, იმიტომ რომ მას არ აქვს იურიდიული ძალა. დიდი მადლობა, ქალბატონო ეკა, მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხებზე კიდევ არაერთხელ უნდა გავაგრძელოთ საუბარი და მოსახლეობის ინფორმირება. და მათ შორის მოსამართლეებმა უნდა დაიჯერონ თავიანთი პატიოსნების აუცილებლობა და წესი